ცენტრალურ ლონდონში დიკენსისეული ტრადიციის შენარჩუნებას ცდილობენ, რათა შობის დღესასწაულს განსხვავებული იერი შესძინონ. ლონდონში დიდი მწერლის მუზეუმში დარბაზები სადღესასწაულოდ მორთეს. იმ სახლში, სადაც დიკენსი ცხოვრობდა და ავეჯის უმეტესობაც კი მისი დროიდანაა შემორჩენილი, ახლა მწერლის შთამომავალი ლუსინდა დიკენს ჰოუქსლეი ტრიალებს. მისი თქმით, ლონდონში ახლაც ბევრი რამაა, რაც დიკენსთანაა დაკავშირებული. სრულიად წარმოუდგენელია, რომ დიკენსისეული ლონდონი დღესაც ცოცხლობს. კლარკენველში, სადაც ბევრი ძველი შენობაა, მწერლის ნოველების უმეტესობა იქმნებოდა. ადგილობრივი ლუდხანები და რესტორნები დიკენს პერსონაჟებისა და სიუჟეტებისთვის საინტერესო მასალას აწვდიდნენ. მას უყვარდა კარგი დროს ტარება. ლუდხანები ყოველთვის ლონდონური ცხოვრების ნაწილი იყო. დიკენსი მათ ხშირად სტუმრობდა, მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ სასიამოვნო ადგილს, სადაც მის მისვლასთან ერთად კლიენტურაც მატულობდა. დიკენს ლონდონის გარშემო სეირნობა უყვარდა. როდესაც წერა არ შეეძლო, რაღაც დაწყებული ჰქონდა და ვეღარ აგრძელებდა, სასეირნოდ გადიოდა. გადიოდა ათობით კილომეტრს. ეს ათავისუფლებდა მის გონებას. აქედან მოდიოდა ამდენი საინტერესო იდეა და პერსონაჟი. სწორედ ამიტომაა მის წიგნებში ლონდონი ასე სრულყოფილად წარმოდგენილი. წელს ლონდონში დიკენსისადმი განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული, რადგან მისი ნაწარმოების საშობაო ამბის მიხედვით ახალი ფილმის ეკრანიზაცია შედგა. კინოვარსკვლავები დიდი მწერლის შემოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობენ. კითხვა საერთოდ კლასიკოსებით იწყებ. დიკენსი მათ შორის ერთ-ერთი პირველია. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ვფიქრობ, მართლაც არაჩვეულებრივი, ყველასათვის საყვარელი მოთხრობაა. ამ ნაწარმოებმა მართლაც უამრავ ადამიანზე მოახდინა გავლენა. ეს წიგნი უკვე ჩვენს გენეტიკაშია გამჯდარი. იგი ჩვენი ბუნების საუკეთესო ნაწილის გამოვლენისკენ გვიბიძგებს. ნაწარმოები გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ სიყვარული უდიდესი მონაპოვარია. ჩარლზ დიკენსის მემკვიდრეობა უკვე 1 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის, მაგრამ წელს ბრიტანეთის დედაქალაქში მის სახელს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ. ირინა ცერცოძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.